ავსდგა ქრისტე ავსდგა ქრისტე ავსდგა სახელითა მამისათა დაზისათა დაწმენისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი მოვიდა ნანატრი დღე ყველა კუთხით დღე რომლის გარეშეც ცხოვრებას არანაირი ფასი არ აქვს. დაახლოებით 23-22 ალბათ წლის რო ვიყავი, ჩემი მასწავლებელი უსაყვარლესი კაცი ედი შერჭელიძე ერთხელ ლექციაზე გვეუბნება ასეთ სიტყვებს. რასაც არ უნდა აკეთებდე კაციო, რა მნიშვნელობა აქვს, თუ კი ცხონებას არ მოგიტანსო. და აი მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში გავიზარდე და მაშინაც ვსწავლობდი უკვე სემინარიას ვამთავრებდი აკადემიაში ვიყავი, მეუცხოა ეს სიტყვები. ვერ გავიგე. უпроსტად კი გავიგე, მაგრამ პროტესტი გამიჩნდა. როგორ აზრი არ აქვს. არ მithქვამს არავისთვის. მაგრამ მე შინაგანად ხო გძნობდი, რომ ამდენი მიზანი მაქვს მე თვითონ. და როგორ აზრი არ აქვს, თუ კი ცხონებას არ ემსახურება შენი საქმიანობაო. აი მერე და მერე თანდათანობით ასაკთან ერთად მივხვდი, რომ ნამდვილად ცხონება თუ არ არის და ქრისტეს აღდგომა თუ არ არის, იმიტომ ცხონება და ქრისტეს აღდგომა ერთ და იგივეა. თუ ეს არ არის, არანაირ ცხოვრებას აზრი არ აქვს. რატო? იმიტომ რომ სიკვდილით მთავრდება. რაც გინდა აგეთ. როგორიც გინდა იყავი. ბომჟი, განათლებული, პატივცემული, წერალი, ექიმი, მწეველი, მოთამაშე, ვინც გინდა იყავი. თუ კი დასასრული სიკვდილია და ამით ყველაფერი მთავრდება და აღდგომა არ არის, ცხონება არ არის, მომავალი საუკუნო ცხოვრება და გაგრძელება არ არის, მაშინ აზრი არ აქვს. აი ეს დღე არის დღეს. ამიტომ გვეუბნება მაცხოვარი, როცა ხვდება პირველად მარია მაგდანელს, გიხაროდენ. აი ეს უნდა გვიხაროდეს. რომ აქ კი არ ვრჩებით ჩვენ და ამით კი არ ვცხოვრობთ როგორც ცხოველები. არამედ მომავალ ცხოვრებაში გადავდივართ. აი ეს თუ ესმის ადამიანს, ადრეც გვითქვამ ჩვენ, არასოდეს სასოწარკვეთილება მას არ დაემართება. მაგრამ ადამიანს ხშირად ემართება სასოწარკვეთა. რატო ცხოველს არ ემართება? აი ესეთი კითხვა დავსვათ. ცხოველს აი ძაღლს, კატას, ღორს, ცხენს დეპრესია არ ემართება. რატო? რომ ფიქრი არ აქვს და მაგიტო. უпроსტად ფიქრი აქვს ერთადერთი. რა ვიშოვო, რომ შევჭამო. მორჩ. რა ვიშოვო ფულის გაგებით კი არა. სად რა ვიპოვო? აი ინსტინქტი. აი ამით იკეტება მთელი ცხოვრება მისი. და ადამიანს როგორი კარგი ცხოვრებაც არ უნდა მისცე, ოქროს გალიაში რო ჩასვა, ჭამა, სმა, გართობა რომ მისცე. ოღონ უთხრა, რომ არ გინდა შენ ფიქრი, გაგიჟდება იქ. რამოდენიმე ხანში გაგიჟდება. რატოა ესე? ხო ყველაფერი გაქვს. ერთი კუთხით შეხედავს კაცი. იმიტომ რომ ადამიანს გააჩნია ფიქრი. რისთვის? რატო? საით? რატო მოვედი?
როგორ უნდა ვიცხოვრო, სწორია, არასწორია, რა ცხოველებისაგან განსხვავებით ადამიანს აქვს. აი ეს აგიჟებს ადამიანს შემდგომ. აი კითხვებზე პასუხები როცა არ აქვს, ან პასუხები არასწორი თუ აქვს. აი თანდათანობით მერე აბები ჭირდება, დასამშვიდებელი, მიშველეთ ეუბნება ექიმებს. ქრისტეს სადგომა არის ცხოვრების მომნიჭებელი. თუ ეს ესმის ადამიანს არასოდეს სუდად არ იქნება. თუ მართლა ესმის, ის კი არა დღესასწაულზე მოვედი და წავედი და ერთი წელი ვეღარ ვნახავთო, ესე კი არა. ყოველ დღე რო ცხოვრობს ქრისტეს სადგომით. მაშა სადამე ყოველ დღე უნდა ფიქრობდეს სიკვდილზე. აი ესეთი ურთიერთობა თუა სიკვდილსა და ცხოვრებას შორის მის ცხოვრებაში. აი მაშინ არის სრული პიროვნება. სხვაგვარად არის დაშლილი პიროვნება. გაცხოველებული პიროვნება. ვის მიუტანა მაცხოვარმა მსხვერპლი? ეს მეორე საკითხი. დაიკლა ჩვენთვის, ჩვენი ცოდვებისათვის. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი მეოთხე საუკუნეში ესე ძალიან საინტერესო თეზას გვაძლევს. მანამდე მეოთხე საუკუნემდე იყო გავრცელებული აზრები ასეთი, რომ რადგანაც ეშმაკის ხელში იყო ადამიანი, ეშმაკს უნდა გადაუხადოს ღმერთმა ხარკი, რომ გაათავისუფლოს ადამიანი. ესეთი ყიდვა-გაყიდვის პრინციპი, უხეშად რო ვთქვათ. იყო ესეთი დიდი მოაზროვნე, ანათემირებულია სამწუხაროდ. მე-3 საუკუნეში ცხოვრობდა ორიგენე, რომელიც ამბობს, რომ რადგანაც ჩვენ ეშმაკის ხელში ვიყავით, ღმერთმა თავისი განკაცებითა და ჯვარცმით მსხვერპლი გაიღო ეშმაკისათვის. და ეშმაკმა გაათავისუფლა ადამიანი და ამიტომ გათავისუფლებულები ვარ ჩვენ და ასე შემდეგ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამას არ ეთანხმება და ამბობს, კითხვა სვამს, ვის გადაუხადა ხარკი? პირველი, მამა ღმერთს არის ესეთი აზრი, მაგრამ მამა ღმერთს რაში ჭირდება? მსხვერპლი ძისა, როდესაც აბრაამის ძე, როცა უნდა შეეწირა აბრაამს, მისი ძე არ შეიწირა და შეიწყალა. თავის ძეს როგორ გაწირავდა იგი? მამა ღმერთს არა ესე იგი. ეხლა მეორე, ეშმაკს როგორი დამცირება ამბობს გრიგოლი. არა მხოლოდ ეშმაკს უხდის, არამედ ღმერთი ბარდება მას. როგორ შეიძლება ღმერთი ჩაბარდეს ეშმაკს? ეს ხო დამცრობაა? არ შეიძლება ეს რამე. აბა ვის მიუტანა და ასეთ რამეს ამბობს. განგებულების გამო, განგებულება ნიშნავს გამოხსნა რომ ყოფილიყო ადამიანთა ბუნებისა და ბუნების გამოხსნა რაში ვლინდება? აუცილებლად ღმერთი უნდა გამხდარიყო კაცად. რომ კაცნი გამოეხსნა, გუშინ გქონდა ჩვენ საუბარი დაწვრილებით ამაზე, ახლა ამას აღარ გავიმეორებ. ესე იგი, რომ გამოეხსნა კაცობრიობა, მათი ბუნება გამოეხსნა, მიიღო კაცობა, ანუ ადამიანური ბუნება. არც მამას, არც ეშმაკს, არამედ ჩვენი გამოსწორების გამო. განკაცდა იგი. ნუ შემდგომში რა თქმა უნდა ეს უფრო დახვეწილი აზრი იქნება და ესეთ რამეს ამბობენ ეკლესიის მამები, რომ თვითონ გაიღო საკუთარ თავს შეწირა მსხვერპლი. ესე იგი, თავისი თავი კი გაწირა, მაგრამ მიმღებიც თვითონ არის. გამღებიც თვითონ არის და მიმღებიც თვითონ არის. როგორ? რომ ღმერთია. გამღები რას ნიშნავს? გამღები არის როგორც კაცი. ადამიანური ბუნების გამღები.
მაგრამ მიმღები როგორც ღმერთი და ღმერთი ღებულობს რა თქმა უნდა ამ მსხვერპლს სამება ღმერთი და ძალიან უცნაური კიდევ ერთი განმარტება აქვს გრიგოლ ღვთისმეტყველს, იმიტომ რომ მინდა აქვე აღვნიშნო, იმიტომ რომ ეს მისი სიტყვები ძალიან უცნაური სწორედ პასექის ჟამისადმი არის მიძღვნილი. გრიგოლ ღვთისმეტყველს აქვს ორი ქადაგება აღვსების შესახებ, ესე ქვია. აღვსება ნიშნავს აღდგომის დღესასწაულს. აი ესეთ უცნაურ განმარტებას აკეთებს გრიგოლი. თქვენ სახარებაში მოგეხსენებათ არის მაცხოვრის სიტყვები ასეთი, რომ როგორც მოსემ აამაღლა უდაბნოში გველი, ასე უნდა იყოს ამაღლებული ძე კაცისა. ეს როგორი კონტექსტია? როდესაც ებრაელები იმყოფებოდნენ უდაბნოში, მათ გველები კმენდნენ და იღუპებოდნენ ეს ადამიანები და მოსემ რვალის გველი აამაღლა ჯვრის ფორმაზე, ეს რვალის გველი, ანუ სპილენძის გველი, იყო დაგრეხილი ამ ჯვარზე, რა თქმა უნდა, მკვდარი. ესე იგი, ყველა მამის მიერ, წმინდა მამის მიერ, ეს არის სიმბოლო მაცხოვრისა. თავად მაცხოვარი ამბობს სახარებაში. მაგრამ გრიგოლთან არის ამოტრიალებული განმარტება ამ ყველაფრისა. აი ესეთ უცნაურ რამეს გვეუბნება ჩვენ რომ ნუ იფიქრებს ვინმე რომ რვალის გველი სიმბოლოა მაცხოვრისაო. თუკი ესე იგი მანამდე ყველა ესი ამბობს ნუ იფიქრებს, ნუ რავინ რომ ეს არის სიმბოლო. რატო? იმიტომ რომ იქ გაკრული არის მკვდარი და მკვდარი ეს არის ეშმაკი და ის პატარა ეშმაკუნები, ანუ ის პატარა გველები, რომლებიც ვერ კმენენ ადამიანებს და ვეღარ შხამავენ. სწორედ რატო ვერ შხამავენ? იმიტომ რომ დასაბამიერი გველი არის დათრგუნული. რა განმარტება, როგორ შეიძლება ასეთი რამე გადაიტანო, ესე იგი, ეშმაკი მიაკუთვნო მაცხოვრის სიმბოლოს. რანაირად შეიძლება ეს? და ჩვენ ვიცით, რომ მაცხოვარმა განიკუთვნა წყევლა, გუშინ მქონდა საუბარი. განიკუთვნა ცოდვა ჩვენს გამო. და შესაბამისად, ცოდვა გააკრა ჯვარზე. შესაბამისად, წყევლა გააკრა ჯვარზე. ანუ შესაბამისად, ეშმაკი გააკრა ჯვარზე. და რადგანაც ეს გაკრული ჯვარზე არის მკვდარი გრიგოლ ღვთისმეტყველის თანახმად და უყურებს ხალხი, ვინც კი უყურებდა ამ გველს, ებრაელები, აღარ კვდებოდნენ იმ პატარა გველების ნაკმენის შედეგად. რატო აღარ კვდებიანო, გრიგოლი ამბობს? იმიტომ რომ ის პატარები ვეღარ მოქმედებენ იმ დასაბამიერი სიკვდილის გამო. ის რომ მოკვდა, პატარა ბოროტებები ვეღარ მოქმედებენ ჩვენზე. აი ესე აიყვანა მაცხოვარმა ცოდვა ამ შემთხვევაში თავისი ადამიანური ბუნება ჯვარზე და ამით გამოიხსნა მთელი კაცობრიობა. აი ესეთი ურთულესი ღვთისმეტყველი იყო წმინდა გრიგოლი. ბევრი შეიძლება ამაზე საუბარი თქვენ ხვდებით, რომ უზარმაზარი განმარტებებია წმინდა მამების, უზარმაზარი, დაულევნელი, წმინდა იოანე ოქროპირისა, წმინდა კირილე იერუსალიმელისა და უამრავი მამის. მაგრამ ამით შემოვიფარგლოთ და მრავალს დაგასწროთ ღმერთმა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა.